არა, არავითარ შემთხვევაში არა. ეგ არის დანაშავე მოძრაობა. თქვენი აზრით ნაციონალურ მოძრაობას აქვს მორალური უფლება რომ პარტიის ყრილობა გამართოს დიდგორზე? ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არაფრის უფლება არ აქვს. ეგ არის პარტია, რომელიც უნდა გასამართლდეს. უფლება შეიძლება ბევრი რამის კონდეს, მაგრამ არა აქვს. ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არის ამოსაღები ყველგან. არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა. თქვენი აზრით ნაციონალურ მოძრაობას აქვს მორალური უფლება რომ დიდგორზე გამართოს პარტიის ყრილობა? მე ვერ გეტყვით. მაგრამ დიდგორზე ეს ისტორიული ადგილია. და ნაციონალურ მოძრაობას ჩემი აზრით არ აქვს. შეუძლიათ უფლება აქვს, რატო პარტია არის. უფლება აქვს კი. არ აქვს უფლება გამართოს. არაფრით არ აქვს უფლება. რა უფლება აქვს რომ გამართოს დიდგორის ომი? დიდგორის ომით ამაყობს საქართველოს. სულ ყველას აქვს. თქვენი აზრით ნაციონალურ მოძრაობას აქვს მორალური უფლება რომ დიდგორზე გამართონ პარტიის ყრილობა? როგორც ფაშიზმი ეს უნდა ამოიძირყოს საერთოდ. აი რა მნიშვნელია აქვს ფაშისტებს და მაგათ შორის ხედავ? რაც იცხოვრე და რაც ისტორიას გადახედე. რაც საქართველოს ისტორიაში ყოფილა, რაც მაგეებმა ქნეს, ეგეთი რამები რომელიმე მთავრობას უქმნია. თქვენი აზრით ნაციონალურ მოძრაობას თუ აქვს უფლება პარტიის ყრილობა დიდგორზე რომ გამართოს? ნაციონალურები საერთოდ არ გვიყვარს. არ ამგონია რა ვიცი. მორალური უფლება, ნაციონალური რო არა თქვა და სხვა პარტია გეთქვათ, ყველას აქვს უფლება.